ქუთაისისათვის ტრადიციულად ქცეული 1 საათიანი დაგვიანების შემდეგ Fashion House-ის მორიგი ჩვენება გაიმართა გასართობ კლუბ იმპერია პლუსში. დღევანდელი საღამო მნიშვნელოვნად არაფერს არ ეძღვნება ეს იყო ერთობლივ მოფიქრება ჩემი მეგობრების რომლებიც დავპატიჟე ერთ-ერთი მათგანი თქვენ ყველას ძალიან მოგეხსენებათ კარგად რომ 1000 სტოლს გავაკეთე ომში დაღუპული გმირების სონის საღამო სადაც იმყოფებოდა პორტუგალიდან ჩამოსული DJ ნიგაუტინო რომელიც მოვიპატიჟე დღეს და ქუთათურეს მინდოდა რომ ერთი ლამაზი საღამო მეჩუქებინა ჩვეული არაორგანიზებულობა და არც თუ განვითარებადობის ელფერი დამწე საზოგადოებისათვის არ დარჩა შეუმჩნეველი. თავარი და სიმართლე ალბათ ის არის რომ არ იყო კარგი. ერთი სიტყვით ბევრი სჭირდებათ, მოდელებს ვერ შევეხები, იმიტომ რომ ეს უკვე სააგენტოს ხელმძღვანელობა უნდა გადაწყვეტოს, ვინ უნდა გამოიყვანოს საერთოდ მე ესე ვფიქრობ და საერთო ჯამში უკეთესი რო ყოფილიყო, მოცდადვილად ვიტყვი უკეთესი იქნებოდა. სამოდელოს სააგენტოს ცოტა სხვაგვარი დატვირთვა აქვს, მოდელები უნდა გამოვიდნენ სააგენტოსი, რომ შემდგომში დიზაინერებმა თავიანთ კოლექციაზე გამოიყვანონ. მე როგორც ვიცი, არც ერთი დიზაინერი არ ეცრებოდა ამ ჩვენებას. ძალიან წუხვა რომ ამას ვამბობ, მაგრამ არც ერთი პარამეტრი, არც ერთი ის მოთხოვნა, რაც მოდელისთვის და ზოგადად სამოდელო ჩვენებისთვის არის დასაცავი, არ იყო დაცული და მე იმედი მაქვს, რომ თუ კი მომდენო ჩვენება ამ სამოდელო სააგენტოს ექნება, ისინი გაითვალისწინებენ ყველა იმ ხარვესა და შეცდომას, რაც დაფიქსირებული იყო ყველა იმ ჩვენებაზე. აბრეშუმის, ფარჩისა და ბიჟუტერიის გემოვნებიანი სინთეზი ვერა, მაგრამ ყოველდღიურობისაგან გაცვეთილი სამოსი კარგად აღსაქმელი და თვალშისაცემი იყო. მოვიქნებით ყველანი და აქ მსხდომი და ტელევიზორში ვისაც შეხედავს და ეს ეთერში გავა რომ კრიტიკულად განწყობილები და შეფასება მოვიქნება ძალიან კაცრი რადგან ისინი კიდევ არიან მოსწავლეები და კიდევ ერთხელ და აქ კიდევ სამუშაო ძალიან ბევრი. თუ არ დაიწყე ვერ განვითარდები, ეს ფრაზა არის ის, რითაც შეიძლება გადაიფაროს ის გარემო და სიტუაცია, რომელმაც უკვე მეორედ მოდის კრიტიკოსებისა და დიზაინერების გარეშე ჩაიარა.